მეგონი პირველი შემთხვევა არის სადმე რომ მივდივარ და ერთი კვირით ადრე არ მაქვს ჩალაგებული არაფერი. მით უმეტეს, როდესაც საქართველოში მიდიხარ ადამიანი და ზეგშვა დღეზე გაქვს ფრენა და ჯერ არაფერი არ გაქვს, საერთოდ არაფერი არ გაქვს ჩალაგებული. რა მეშვენე? ვარიცით. დილა მშვიდობისა ყველას მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ და აი დადგა ის დღეც რომ მივდივართ საქართველოში. ელოდებოდით? არ ჩვენ არ ველოდებოდით. მოკლედ, საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ წავსულიყავით, რადგან ბილეთები დაახლოებით 6 თვის ნაყიდი გქონდა. ბატონო. აბა რა. გიხარია? დანიშენ? დანიკო? გიხარია დედა? იცი რამდენი დღეში ჩამოვალ? არ ვიცით რამდენ დღეში. არა, არ ვიცით რამდენ დღეში ჩამოვალ. 20. მაგე შენ დაადგინე 20 დღეში რომ ჩამოვალ? კი. მოკლედ. თუ როგორ ქაოტურ სიტუაციაში და ბოლო წუთებში ჩავალაგეთ ბარგი და მთელი ამბები, ამაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს. ერთ სიტყვით ვსადავართ რომ წავიდეთ საქართველოში, ბილეთი გვაქვს, ჩეკინი გავლილი გვაქვს, დაგვრჩა მივიდეთ აეროპორტამდე. მოვედით აეროპორტში. მივდივართ ახლა შიგნით. გავიაროთ რეგისტრაცია. მომეცი მე წამოვიყვან სიხარულო. დანიკო, მომახელიდე. გაგება. ეს როგორ ევეკო თუ ვინმეს გაიგონებს ქართველი სხვასა. ქართველია დედა. ტრანსი. გავიარეთ რეგისტრაცია და ეხლა წავალთ. ბატონო. სადა ხარ? წავედი. კოცნი. ევეკო. Danico. Here we go. Smile. Very rich then. Yeah? როგორ დედა? კაბოისავი. იწუწუნე და მამიკოს გავუგზავნი ამ ვიდეოს, ნახავს როგორ წუწუნები მთელი გზა. გავუგზავნოთ სურას? ეს ასაცილა რაღაცა გავუგზავნეო. ასე გავა. ჭუჭმელი გავუგზავნე. ხელები ჭუჭმელი. მე და დახტილა. ξέρω, αλλά έχει ακουμπήσει τα πάντα. Belongings under the seat in front of you or in the overhead compartment, and make sure that your electronic devices are still in flight mode and larger electronic devices are stowed away. Please once again check the safety instruction card that is located in the seat pocket in front of you. Stay safe.
ჩამოვედით. გამოიწით აქეთ. შემიძლია თან წავა. Moidi. Jimmy. Loa, calmati, какой это? დედიკომ ჩიტუნიები დაგვახვედრა. ეხლა რომ მოხსენ თავსახური, ბავშვობის სურნელი ვიგრძენი. შენ სახში ყოფნა სულ სხვა. ამოვედი ჩემს ოთახში და ზურას მიერ ნაჩუქარი ვარდები. წლების წინ ვიდრე მისი მეუღლე გავხდებოდი, ისევ აქ არის. ესეც ასე, ჩამოვედით საქართველოში. დავიღალეთ. ძალიან საკმაოდ გვიანია უკვე. გოგოებს ახლა დავბანუცებ, წყალს გადავავლებ და დავაწვენ, დავიძინებთ. არ ვიცი თითქოს მეძინება, მაგრამ არც მეძინება. სახლისუნი მაინც სხვანაირია. ესე ბოლო წუთებამდე წონიდით წამოვსულიყავით თუ არ წამოვსულიყავით? გაგვეუქმებია ბილეთები თუ არ გაგვეუქმებია? ბევრი მიზეზი იყო ამის. გადაგვეცვალა რიცხვი, დავრჩენილიყავით დანის თვალის ექიმის ვიზიტამდე ათენში თუ წამოვსულიყავით. ჯერ არ ვიცოდით ზუსტად როდის იქნებოდა თვალის ვიზიტი, იმიტომ რომ თვალის ექიმთან ვიზიტი რო იმ ექიმს არ ქონდა კონკრეტ, ანუ საავადმყოფომ გითხრა კონკრეტული თარიღი, მაგრამ ექიმმა გითხრა, რომ იმ დღეს არ იქნებოდა საავადმყოფოში და ეხლა ველოდები წერილს ექიმისგან, რომ მითხრას, როდის მოგვიწევს დაბრუნება მე და დანის ოფთალმოლოგთან ვიზიტისთვის. ხო, ესე. ხვალდილით რა ვდგები უკვე ნენელა მოვერგები აქაურობას, გოგოებმა უკვე გაინავარდეს უბანში, ნახეს ბავშვები, გაიხარეს, ირბინეს. ცოტა აეროპორტში გამიჭერდა, იმიტომ რომ ზურგჩანთები მქონდა, ეტლი მქონდა, დანიევე ორივე მისახედი იყო, მაგრამ ყველაფერი შევძელი, გადავლახე. უბრალოდ ერთი მომენტი იყო ის, რომ ამჯერად მოგვიწია ავტობუსით თვითმფრინავამდე მისვლა. შარშან რო წამოვედით პირდაპირ აეროპორტიდან შევედით თვითმფრინავში და არ მქონია მაგ პრობლემა და დიდი გზა არ გაგვივლია, მაგრამ რაც თავარია ეს ყველაფერი მოახერხე. გოგოებთან ერთად ცოტა დანი ჭუჭყუნებდა თითქოს რაღაც კაპრიზების შესრულება უნდა და ვიღაც იცახეს. დაჯელაპარაკება. მაგრამ მე გაუარა და ჩვეულებრივად იყო. ესეთი ამბები გვაქვს. მეც არ მჯერა აქ რო ვარ. ჯერჯერობით ჭამეთი და ჩემს გაკეთებული ტოლმა